Თალამით მეგობრებო, Lexus-ი ყავს მდგომარეობას განახებთ. მოგეთ ამაზე კრილო შეიცვალა, ამ კარებზე ქონდა დაზიანება. გასწორებულს როგორც ხედავთ, არ არის ფაქტობრივად გასწორებული, აი ესე თამაშობს. ანუ როაწვევი, აქ ზემოდან როაწვევი, აქ აგდებს, აქ რავი, ძალიან უშნოთაა გაკეთებული, ფაქტობრივად ეს გაკეთებული არ ქვია ამას. Თლიანი მხარე, აი ესე თამაშობს რა, აი ჩავარდა, აქ ვაწვევი, ამოვარდა, აქ ჩავარდა, აქ ამოვარდა, არ ვიცი. აი საშინელებაა მოკლედ რა, თან ეს კარები რამოდენიმეჯერაა განაკეთები 1 2 3. მეგობრებო, დავასრულეთ Lexus-ის დეტალები. მოკლედ ეს კრილოა, ეს მდგომარეობა ყველას გახსოვთ, აი ეს იდეალური გამოვიდა. და ესაც ჩვენი კარები. ასეთი გამოვიდა. ეს ყველაფერი დადგება ზედ. აიწყობა, საჩიგნეულობა. აიწყობა ეს ყველაფერი და გავატან ის ბოთნელ ფლობელს. ესაც CLS-ის ბამპერია. ესაც მოვჭით. მოკლედ ესე მეგობრებო, დასრულდა Lexus-ი CLS-ის ბამპერით, ამის გადაღება ვეღარ მოასწარი. ამით დავასრულეთ დღევანდელი სამუშაო და მომავალ შეხვედრამდე მადლობა ვინც უყურებს ჩემ YouTube არხს და ლაიქეთ, გამოგვიწერეთ მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. დასრულდა მეგობრებო, ავაწყეთ. ჩვენმა გიორგამ ააწყო ყველაფერი, დარჩა დასასაზორებელი, აქედანაც შეეძლო მაქსიმალურად ააწყო. რუჩკები ყველაფერი. გემრიელად, რა თქმა უნდა, ის კარი შეიცვალა, აი ეს ტაშტი კარი, იმიტომ ის კარისგან არაფერი არ გამოვიდოდა. ეს დაბრედილი კარი, რომელიც შიგნიდანაც აი ესე უხეშათაა ნაჩალი-ჩარი, მოკლედ, ეს კარი აღარ გავაკეთეთ. ხელოსანსაც უკვე დაფუჭებული ქონდა, კი ნახეთ როგორ თამაშობდა, აქ რომ იმხელა სქელი შპაკი წავიდოდა, რომ აი აქ უყვე, აი ამ კანტთან, აი აქ წამოიწეოდა და მერე ძალიან უშნოდ იქნებოდა, მოკლედ რა, იმიტომ ძალიან სქელი ფენა უწევდა რა და მოკლედ მომხმარებელს დაველაპარაკეთ, მოიტანა ახალი კარი, კრილოც ბოლიმენი კიდე მოყვა საქმეში და მოკლედ დავამუშავეთ და შევღებეთ ეს კარი და ესე იდეალურად გამოვიდა. ყველაფერი, ხვალე წაიყვანს, მიიყვანს მეთუნუკესთან, ვინც აუწყოს ყველაფერი და აზაზორებს. იმიდან როგორც ხედავთ, კარი გარეთ არის, დასაწევია კარი. და აკრილოსთანაც ფაქტიად ეს კაპოტია მოსაგვარებელი, აქეთა ალბათ წამოსაწევი კაპოტი რა. ესე ავაწყეთ ამ დონეზე, რომ მე უკვე წაიყვანო და იქ დაამთავრონ რა დასამთავრებელი აქვს. მოკლედ ესე მეგობრებო. მადლობა ვინც უყურებს ჩემ YouTube არხს, გამოიწერეთ და ლაიქეთ. მომავალ შეხვედრამდე.